გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა. რა იყო, რა არის და რა იქნება მომავალში. აკნები კარგად ავიჩერხოთ და გავაკეთოთ ერთი პატარა გაშლა თუ რა იყო თქვენ ცხოვრებაში, რა არის და რა იქნება. ნახოთ რა იყო. რა იყო თქვენ ცხოვრებაში? რა იყო თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ცხოვრებაში იყო იმპერატორი, რომელმაც თავდაყირა და დააყენა თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი. შეიძლება აქ იყოს სამკუთხედი, შემოვიდა ურთიერთობაში სამკუთხედი, რათა დაინგრა იმპერატორთან ურთიერთობა. ადამიანი, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, შესაძლებელია იყო თქვენს გაცილებით ბევრად დიდი ასაკით, მაგრამ ადამიანი იყო თავის ცხოვრების იმპერატორი. ეს არის ადამიანი, რომელსაც უკვე მიღწეული აქვს ყველაფრისათვის ცხოვრებაში. აქ არის შემოსული მესამე პირი, რომელმაც დაანგრია იმპერატორთან მიმართებაში თქვენი ცხოვრება. აქ არის ქურუმი ქალი, რომელიც ადასტურებს კიდევ ერთჩემს ნათქვამს. ქურუმი ქალი, რომელმაც კარგად იცის და როგორ იმოქმედოს. ქალი, რომელიც ფიცავს ყოველთვის ყველაფერს და აქვს დახურული ინფორმაციები და თავისი ინფორმაციებით კარგად ახერხებს ამა თუ იმ სიტუაციაზე მორგებას, მაგრამ სამწუხაროდ ურთიერთობა გაჩერდა იმ იმპერატორთან მიმართებაში, რადგან იმპერატორი არის ადამიანი, რომელმაც უკვე ძალიან კარგად იცის შავი და თეთრი, არანაკლებ ქურუმ ქალზე, რადგან იმპერატორს უკვე ცხოვრებაში გამოვლილი აქვს ყველანაირი გზები, ყველანაირი დაბრკოლებები აქვს გადალახული და მიღწეული აქვს ყველაფრისათვის. მას ვერ მოატყუებს ასე ადვილად ვერც ქურუმი ქალი და ვერც ვერავინ. და იქ სადაც თქვენთვის იყო მზიანი, შესაძლებელია თქვენთვის მოგიზგისემზე გადაფარა პრობლემა. და ამ დროისათვის რა არის თქვენ ცხოვრებაში? ამ დროისათვის ხართ თავდაცვის პროცესში, იცავთ თავს და რისგან გიწევთ თავდაცვა? წყვილებისგან, მეგობრებო, იცავთ თავს იმ წასulis წყვილებიდან, იმ წასulis მგრევიდან. იმ არასწორი ნაბიჯით გამოწვეული მგრევისაგან და წყვილებისგან გიწევთ თავდაცვა. ოკეი, გასაგებია ყველაფერი და რა იქნება მომავალში? გამოსწორდება თუ არა ურთიერთობა თქვენთან მიმართებაში? აქ არის ურთიერთობის დასტაბილურება. ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ახლა ამ დროისთვის დარჩა უკვე მარტო, თავს ცნობს მარტოსულად, ამ არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო, რომლის ცხოვრება დაინგრა ტყუილის გამო და მესამე პირის გამო, მაგრამ აქ ხდება სიტუაციის დასტაბილურება და ხელთავიდან ნაბიჯის გადმოთმა სასიყვარულო სფეროში, მაგრამ ეს არ იქნება ის თქვენი იმპერატორი, ვისთანაც ცხოვრება ჩამოგინგრათ. დიდი ალბათობით თქვენ ცხოვრებაში შემოვა სხვა პიროვნება, რომელიც შემოგთავაზებს სიყვარულს. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ახალი პირი,
პირი, მაგრამ ეს არ არის არც თქვენი წარსულის იმპერატორი და არც ის მესამე პირი, რომელმაც შესაძლებელია დაანგრია თქვენი ცხოვრება. შემოდით სრულიად სხვა უცხო ადამიანი, ადამიანს, რომელსაც მოსწონხართ ფიქრობთ თქვენზე და უკვე ფიქრებში ხართ მისი, ცდილობს თქვენ დასაკუთრებას და ამისთვის ეძებს გზებს, თუ როგორ დაგისაკუთროთ და როგორ განავითაროს ურთიერთობა თქვენთან მიმართებაში. და რას იზამს ადამიანი ამდენი ფიქრის შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და თუ მიაღწევს იმ ყველაფერს, რისი მიღწევაც უნდა. ადამიანი არის ძალიან სტრესში ამ დროისათვის თქვენზე ფიქრით და ის გამონახავს გზებს, ის გამონახავს თქვენთან მოსასვლელ გზებს და ის იზეიმებს გამარჯვებას, ის მოინადირებს თქვენს გულს, რადგან ამ ადამიანს აქვს ყველაფერი გამარჯვებისთვის და ეს ადამიანი ზოგადად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს, თქვენს პირობებს და ეს პიროვნება ჯდება იმ ფარგლებში, როგორი ადამიანიც მოგწონს პირადად თქვენ და როგორ პიროვნებასაც ანიჭებთ უპირატესობას, არა მარტო შეხედულობით ფიზიკურად, არამედ შინაგანად. ადამიანი აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად. და რა იქნება მომავალში, როდესაც თქვენ გულს მოინადირებს ადამიანი, იქნება გაცვლა-გამოცხვის ენერგიები, იქნება წარსულის დავიწყება, თუმცა ამ წარსულს თქვენ ვერ დაივიწყებთ მარტივად, რადგან ამ განშორებამ მოგიტანათ ძალიან დიდი ტკივილი, მაგრამ ადამიანი შეეცდება მალე და გავიწყოთ ეს ყველაფერი და გამოვაკიდევაც, ის არის ძალიან ძლიერი, მას აქვს ძალიან მეგობრული ენერგიები ურთიერთობაში, ის გასცემს ყველაფერს სასიყვარულო სფეროში ურთიერთობისას, ეს ადამიანი გადმოდგავს თქვენთან სასიყვარულო სფეროში ნაბიჯს, ახლა უკვე აწონ-დაწონის პროცესშია, თუ როგორ გადმოდგას ნაბიჯები, რათა მისი ნაბიჯი არ იყოს მცდარი და იყოს ზუსტად გადმოდგმული, ის ამუშავებს მეთოდს თქვენთან მოსასვლელ გზებისას და მისი შემუშავებული გზა თქვენთან მოსასვლელად იქნება სწორი, სწორად გათვლილი და მოიტანს შედეგს როგორც მისი ცხოვრებისთვის, ასევე თქვენს ცხოვრებაში, რადგან ეს არის პიროვნება, ნამდვილი ადამიანი, თქვენი შესაფერისი, რომელსაც გაუგებთ ძალიან კარგად და გექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა. თუ იმპერატორთან არ გქონდათ ჰარმონიული ურთიერთობა, ამ ადამიანთან მიმართებაში აუცილებლად გექნებათ ძალიან სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობა, რადგან ადამიანი სასიყვარულო სფეროში ურთიერთობისას გადმოცემს ასევე მეგობრულ ენერგიებს. სწორედ ასეთი იქნება თქვენი მომავალი ადამიანი. მე კი ახლა დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.